მშობიარობიდან გავიდა 6 თვე და ჯერჯერობით თმის წმენა ისევ პრობლემად რჩება. მართალია ეს ჰორმონალური მოვლენაა და ნორმად ითვლება, თუმცა ალბათ შემსავით ბევრ დედიკოს აწუხებს ეს არასასიამოვნო პროცესი. ამიტომაც დავტესტე კორეული ბრენდის ატომის თმის წმენის საწინააღმდეგო სეტი. აქ აღმოვაჩინე, რომ თურმე ჩემი ფრჩხილები მოუხდა, როგორ მიყვარს ესეთი საყვარელი დამთხოვები და წვალობ და რაღაცებს ბოდიალობ, რომ თქოს დაგანახოთ. ვიწყებ შამპუნით, რომელიც შეიცავს სალიცილის მჟავას, რაც ღრმად დასუფთავებს სკალპს. ზოგადად ძალიან ცხიმიანი თმა მაქვს და პირველ დაბანაზე თმა არ მიქაფდება ხოლმე და მართლა გაუცებული დავრჩი, რომ მალევე აქაფდა ეს შამპუნი. საერთოდ სამჯერ ვიბან ხოლმე, მაგრამ აქ მივხვდი, რომ მესამედ მართლა ზედმეტი იყო, რადგან პირველივე დაბანაზე უკვე ვიგრძენი სისუფთავე ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. შემდეგი ეტაპი ანიღაბი თუ გავხსენი, ისევ ვჩქარობ დაბანაზე და თან გადაღებას ბავშვის გამო ცალი თვალით ვიდეო წიწას ვუყურებ და თან გულში ვფიქრობ, იქნებ დედაფისთვის უფრო ადვილად მოსახმარი ნივთები გამოიგონო. ხო და რას ვამბობდი, ამ პროდუქტების სუნით ისეთი საინტერესო აქვთ, აბაზანიდან რომ ახალი გამოსული ადამიანი და უცებ სისუფთავის სუნს რომ იგზნობ თითქოს აი ისეთია. ბოლო ეტაპი კი კონდიციონერია, რომელსაც თმის ბოლოებში დავიტან. იგი შეიცავს ფუნქციურ კომპონენტებს, რომლებიც ინტენსიურად ატენიანებენ თმას და ანიჭებენ მას ბზინვარებას. საბოლოოდ რომ შევაჯამო შედეგის დასანახად, რა თქმა უნდა, დროა საჭირო, თუმცა სამ დაბანაში თითქოს მცირე შედეგს ვამჩნევ. აქვე გიზიარებთ პატარა ლაიფჰაკს, ვიყენებ ჩემი შვილის ეგრეთ წოდებულ პილიონკას, რომელიც პირსახოთზე უკეთ ამშრალებს თმას. როგორც დავაკვირდი, სულ ცოტა პროდუქტიც კი ძალიან კარგად მუშაობს. კომპანია ატომი არის ქსელური მარკეტინგი, მაგრამ არა აგრესიული, რაც თავარი აქვს პრემიუმ ხარისხი, რომელიც ფრანგულ კოსმეტიკას უტოლდება. ესეც საბოლოო შედეგი. მგონი თქვენ სამჩნევთ, როგორ ბზინავს ჩემი თმა. თუ გსურთ შეძენა, მომწერეთ და აუცილებლად დაგეხმარებით.